მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ჯგუფის ქიმიურ ელემენტს წარმოადგენს წყალბადი. ატომური ნომერი 1, ატომური მასა 1.0079 მოლეკულა ძირითადად ორატომიანია. ჟანგვის ხარისხი +1 და -1. წყალბადი უგემო უსუნო ყველა ნივთიერებასა და ნარევზე, მათ შორის ჰაერზე 14.5-ჯერ მსუბუქი აირადი ნივთიერებაა. წყალში მცირე რაოდენობით იხსნება. კარგად ხსნადია ზოგიერთ ლითონში, განსაკუთრებით პალადიუმსა და პლატინაში. არსებობს მისი ორი ძირითადი იზოტოპი: პროთიუმი 99.98% და დეიტერიუმი 0.02%. წყალბადი ბუნებაში გავრცელებულია როგორც თავისუფალი, ისე ნაერთების სახით. თავისუფალი წყალბადი მცირე რაოდენობით არის ატმოსფეროს ზედა ფენებში, ზოგიერთ ბუნებრივ და ვულკანური წარმოშობის აირში. მზისა და ვარსკვლავების მასის ნახევარზე მეტი პლაზმურ მდგომარეობაში არსებული წყალბადია. რაოდენობით იგი 5-ჯერ მეტია, ვიდრე ჰელიუმი, 10,000-ჯერ მეტი, ვიდრე ყველა დანარჩენი ელემენტი ერთად აღებული. წყალბადის მიღება. წყალბადი ლაბორატორიაში მიიღება თუთიის კილიტაზე მარილმჟავის ან გოგირდმჟავის 20%-იანი ხსნარის მოქმედებით. მიიღება თუთიის სულფატი და გამოიყოფა წყალბადის მოლეკულა. გარდა ამისა, იგი ლითონური კალციუმის ურთიერთქმედების წყალთან შეიძლება მივიღოთ. კალციუმს დაუმატოთ წყალი, მიიღება კალციუმ OH-ი 2-ჯერ და გამოიყოფა წყალბადის მოლეკულა. რეაქცია საჭიროებს გასწორებას და აღებულში გვაქვს 2 მოლეკულა წყალი. წყალბადს ღებულობენ აგრეთვე სხვადასხვა ხერხით, მაგალითად, ტუტე ლითონის მარილის წყალხსნარის ელექტროლიზით. მიიღება H2, დაუმატოთ ქლორ 2 და დაუმატოთ კალი OH. რეაქცია საჭიროებს გასწორებას, აღებულში გვექნება 2 კალიუმის ქლორიდი და 2 მოლეკულა წყალი, ხოლო მიღებულში 2 მოლეკულა კალიუმის ტუტე. ამ მეთოდით მიიღება სამრეწველო წყალბადის 20%-ზე მეტი. მეთანის კონვერსიით წყლის ორთქლთან, კატალიზატორი ნიკელი ტემპერატურა 1300 გრადუსი ცელსიუსი, გავარვარებულ რკინაზე წყლის ორთქლის გატარებით და ასე შემდეგ. ქიმიური თვისებები. მოლეკულური წყალბადი დიდ ქიმიურ აქტიურობას არ იჩენს. წყალბადის მოლეკულაში ბმის ენერგია 436 კილოჯოული მოლის ტოლია. სწორედ ამით აიხსნება ჩვეულებრივ პირობებში წყალბადის მოლეკულის მდგრადობა. წყალბადი რეაქციაში შედის ჟანგბადის მოლეკულათან წყლის მოლეკულის წარმოქმნით. მაღალ ტემპერატურაზე წყალბადის ქიმიურ რეაქციაში შესვლის უნარი იზრდება. წყალბადი მჟანგავია აქტიურ ლითონებთან ურთიერთქმედების დროს. რეაქცია მიმდინარეობს ლითონების გათბობისას წყალბადის ატმოსფეროში, რომელსაც თან ახლავს მარილმსგავსი ნაერთის ჰიდრიდის წარმოქმნა. აღებულში გვექნება 2 ნატრიუმი და მიღებულში 2 ნატრიუმის ჰიდრიდი. როგორც ცნობილია, წყალბადი ჰიდრიდებში ამჟღავნებს -1 დაჟანგულობის ხარისხს. მარტივ და რთულ ნივთიერებებთან ურთიერთქმედების დროს წყალბადისთვის უფრო დამახასიათებელია აღმდგენის როლი. წყალბადი ურთიერთქმედებს თითქმის ყველა არა ლითონთან. განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი. იგი ურთიერთქმედებს ფტორთან, მიიღება H ფტორი. ურთიერთქმედებს აგრეთვე ქლორთან, მიიღება H ქლორი. რეაქციაში შედის აგრეთვე გოგირდთან, გოგირდ წყალბად მჟავის წარმოქმნით. წყალბადსა და აზოტს შორის რეაქცია განსაკუთრებულ პირობებში მიმდინარეობს. მიიღება ამიაკი. აღებულში გვაქვს 3 მოლეკულა წყალბადი, მიღებულში 2 მოლეკულა ამიაკი. კატალიზატორი არის რკინას დამატებული კალიუმის ოქსიდი, აგრეთვე ალუმინის ოქსიდი, როგორც პრომოტორები, ტემპერატურა 450 გრადუსი ცელსიუსი. ურთიერთქმედებს ნახშირბადთან.
რის შედეგადაც მიიღება მეთანი. რეაქცია გავასწოროთ, აღებულში გვექნება ორი მოლეკულა წყალბადი. განსაკუთრებულ პირობებში წყალბადი უერთდება ნახშირბადის ორ ოქსიდს მეთილის სპირტის წარმოქმნით. აღებულში გვექნება ორი მოლეკულა წყალბადი. კატალიზატორად გამოყენებულია თუთიის ოქსიდი და ქრომ-3 ოქსიდის ნარევი. წყალბადი ერთ-ერთი ძლიერი აღმდგენია. მაღალ ტემპერატურაზე იგი ბევრ ლითონს აღადგენს მათი ოქსიდებიდან. განვიხილოთ ერთ-ერთი მაგალითი, წყალბადის მოლეკულა სპილენძის ოქსიდიდან სპილენძს გამოაძევებს და მიიღება წყალი. მრავალ ორგანულ ნივთიერებასთან წყალბადი მიერთების რეაქციებში შედის, რომლებსაც ჰიდრირების, ანუ ჰიდროგენიზაციის რეაქციები ეწოდებათ. ეს რეაქციები მიმდინარეობს კატალიზატორების ნიკელის, პლატინის, პალადიუმის თანაობისას. განვიხილოთ ერთ-ერთი მათგანი. უჯერი ორგანული ნაერთი განიცდის ჰიდრირებას და მიიღება ნაჯერი ორგანული ნაერთი. შეგვიძლია განვიხილოთ ბენზოლის მოლეკულაზე 3 წყალბადის მოლეკულის დამატებით მივიღებთ ორგანულ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ჰექსანი. გამოყენება. წყალბადი დიდი რაოდენობით გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში ამიაკისა და მეთილის სპირტის სინთეზისათვის. თხევადი მცენარეული ზეთების ჰიდროგენიზაციის გზით ღებულობენ აგრეთვე მყარი ცხიმებს. მყარი ცხიმების მიღებისათვის კი გამოიყენება წყალბადის მოლეკულები. გარდა ამისა, წყალბადის წვით ჟანგბადთან მიღებული მაღალი ტემპერატურა, დაახლოებით ეს არის 2500 გრადუსი, 3000 გრადუსი ცელსიუსი, გამოიყენება ლითონთა ჭრისა და სხვადასხვა კონსტრუქციის შეწუხებისათვის, ხოლო წყალბადის იზოტოპები დეიტერიუმი და ტრიტიუმი ატომურ ენერგეტიკაში, როგორც თერმობირთვული საწვავი. წყალბადის რეაქტორები. წყალბადი არის კოსმოსური ატომური საწვავი, ენერგიის წყარო, რომელიც კვებავს მზესა და ვარსკვლავებს. მზისა და ვარსკვლავების გამოსხივება რთული ბირთვული ჯაჭვური გზით მიმდინარე პროცესია, რომლის შედეგად საბოლოოდ წყალბადისაგან მიიღება ჰელიუმი. ამ თვალსაზრისით მზე და ვარსკვლავები წყალბადის რეაქტორებია, რომლებშიც მიმდინარეობს წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის თერმობირთვული რეაქციები. დაახლოებით ანალოგიური პროცესები ვითარდება წყალბადური ბომბის აფეთქების დროს. ამდენად ჩვენ განვიხილეთ ქიმიური ელემენტი წყალბადი.